27 დღეა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო გამოსვლები იმართება. შეკრებილები ქართული ოცნების 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან ერთად დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. პარალელურად ყოველდღე დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო მარშებს სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის წარმომადგენლები მართავენ. საბოლოო შეკრების ადგილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა. მოამბის რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს საპროტესტო აქციაზე, საიდანაც ახლა ბოლო ინფორმაციას ანა ბროლაძე მოგვაწვდის. ანა. საღამომშვიდობისა იკრიბებიან მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე და ჩემს ზურგს უკან ხედავთ კადრში ვითარებას რა ხდება ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე პერიმეტრზე პირველ სკოლასთან აქციის მონაწილეებით განან დაახლოებით ჭანტურიას ქუჩამდე. ბუნებრივია მოძრაობა არის გადაკეტილი 8 საათზე გადაკეტეს აქციის მონაწილეებმა სავალი ნაწილი გზის მაშინ არ იყო ამდენი რაოდენობა ხალხის, თუმცა სამართალდამცავებმა მათ მისცეს შესაძლებლობა რომ გადმოსულიყვნენ გამზირზე და შეწყვეტილი იყო საავტომობილო მოძრაობა, ასე ვთქვათ. სულ ცოტა ხნის წინ შემოუერთდნენ აქციაზე მყოფ მოქალაქეებს ბაკის პარკიდან წამოსული სტუდენტები, რომლებიც 5 სხვადასხვა უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტს წარმოადგენენ და ისინიც მარშით და მსვლელობით მოვიდნენ შეკრების ტრადიციულ საბოლოო ადგილზე, რომელიც არის რუსთაველის გამზირი. აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ჩამქრალი იყო განათებები რუსთაველის გამზირზე ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე და აქ განათებების ჩაქრობას მოქალაქეთა უკმაყოფილება მოყვა და ისმოდა ესეთი განცხადებები, რომ სპეციალურად მიიღო მერიამ ასეთი გადაწყვეტილება, რომ შეუძლებელი ყოფილიყო მათი რაოდენობის დათვალ. ბუნებრივია, ამ ფაქტის შემდეგ ჩვენ მოვიკითხეთ თბილისის მერიაში რა იყო მიზეზი, რის გამოც გამოირთო საახალწლო განათებები. მათ გვითხრეს, რომ თელასმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და თელაშიც ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გვითხრეს, რომ ფურცელაძის 14 ნომერში იყო ხანძარი, რის გამოც საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მოითხოვა რეაგირება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და როგორც აღნიშნა 40 წუთის განმავლობაში გარკვეულ პერიმეტრზე გამორთული იყო გარე განათებები. შემდგომ დაახლოებით 10 წუთის წინ ეს განათებები ჩაირთო, თუმცა ლოკალურად პატარა ნაწილი ქაშვეთის ტაძრის წინ და პირველი სკოლის წინ განათებები კვლავაც არის გამორთული ამ ეტაპისთვის. მოკლედ ხედავთ მოცემულობას, ტრადიციული ვითარება არის, მშვიდად გრძელდება აქცია, მოქალაქეები იმყოფებიან ადგილზე, მათი მოთხოვნები უკვე 27 დღე არის ცნობილი. ვრჩებით რუსთაველის გამზირზე, მუშაობთ, როგორ იქნება პროცესის მიმდინარეობა. აღსანიშნავია, რომ არც ერთ პერიმეტრზე არც დღეს არ დგანან სამართალდამცავები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ბოლო დღეების განმავლობაში ხალხის რაოდენობის პასუხად ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ტექნიკის მობილიზება ხდება თავისუფლების მოედანზე, მათ შორის წყლის ჭამის მანქანების, თუმცა დღეს ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და მათ შორის ტექნიკა არ არის თავისუფლების მოედანზე. მოკლედ ვაგრძელებთ მუშაობას და ვნახოთ როგორი იქნება პროტესტის 27 დღე და სიტუაციის განვითარების პარალელურად და გამომდინარე ჩვენ თუ იქნება საჭიროება, ბუნებრივია დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. მადლობა, ეს ანა ბროლაძე იყო.